შავი ზღვის აუზში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის სამშენებლო დინამიკის შეფასება. Ამ პროექტის საინვესტიციო პოტენციალის სიღრმისეული ანალიზი და მისი იდეის, მიზნისა და საომავლო სურათის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ეს იყო იმ შეხვედრის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ამბასადორი აილენდ ბათუმის ინიციატივით ბათუმმა ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. ამჟამად ჩვენი სტრატეგიული ამოცანა არის ძლიერი წარმომადგენლობა შევქმნათ დიდ ბრიტანეთში და ინგლისურენოვან ქვეყნებში. ვინაიდან ამ ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობა ჩვენთვის ასოცირდება არა მხოლოდ წარმატებულ ფინანსურ ტრანზაქციებთან, არამედ კუნძულზე მრავალფეროვანი კულტურის შექმნასთან, რაშიც დიდი ბრიტანეთის საზოგადოება შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს. შესაბამისად, დღევანდელი დიალოგი ბრიტანელ ინვესტორებთან სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, სადაც ჩვენ განვიხილეთ ამბასადორი აილენდის სამომავლო პერსპექტივები და ის კონკურენტული უპირატესობები, რაც მას გააჩნია დანარჩენ მსოფლიოში და რატომ შეიძლება ის იყოს თავად ბრიტანელი მომხმარებლისათვის ექსკლუზიურად მისაღები და სასარგებლო. კომპანიისთვის, რომ ბრიტანეთში წარმომადგენლობის ჩამოყალიბება და კავშირების ქსელის გაფართოება ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საერთაშორისო ბაზარზე შესვლის პირველი მცდელობა არაა. ამბასადორი აილენდ ბათუმმა წარმომადგენლობები გალფის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში უკვე გახსნა და ამით პროექტის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება უკვე გააძლიერა. და ბრიტანული გაყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების ბათუმში ვიზიტი ამ მიმართულებით განვითარებისთვის გათადგმული კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ბათუმი ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარია, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ქალაქი ფაქტობრივად 4 სეზონიანია და ყველა სეზონი გამორჩეულად სასიამოვნოა. ფასებიც სრულად თანხვედრაშია იმ ღირებულებებთან, რომელსაც პროექტი ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამბასადორი აილენდ ბათუმთან თანამშრომლობა შემდეგ კი აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზება ჩვენთვის საკმაოდ მარტივი პროცესი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამორჩეული მახასიათებლებით ყველა მოიხიბლება. საქართველო მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა. აქ ჩამოსვლამდე ერთგვარი კვლევა ჩავატარე, ასე რომ უკვე კარგად ვიცი, რამდენად კარგი ხალხი ცხოვრობს აქ, რამდენად გამორჩეული სამზარეულოა. მთის ხედებიც არაჩვეულებრივია და რა თქმა უნდა ქართული ღვინოც. უშუალოდ ამბასადორის პროექტი კი ნამდვილად უნიკალურია. გამორჩეულია იმ პროდუქტებისაგან, რომლებიც მე აქამდე გამიყიდია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი პროექტი, რომლის რეალიზებაზეც მე როდესმე მიმუშავია, რადგან ყველა დეტალზე ნაზრუნია, ყველა საჭიროება გათვალისწინებულია და სრული სერვისი ერთ პროექტშია თავმოყრილი. საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტია და აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნით, ბუნებით, ადამიანებით და გამორჩეულად სამზარეულოდ. ამბასადორი აილენდის პროექტს რაც შეეხება, პრეზენტაცია ნამდვილად ძალიან ინფორმაციული იყო. ძალიან მომწონს ის გამორჩეული დეტალები, რომელიც ამ პროექტს აქვს. უშუალოდ პროექტის მშენებლობის ადგილსაც ვეწვევ და ვნახეთ, რამდენად დიდი პროგრესი შეიმჩნევა. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კომპანიის გაყიდვების ოფისმა საინტერესო ტური ჩაგვიტარა და დეტალურად აგვიხსნა, როგორი იქნება ოთახების განლაგება, ხედები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბათუმი და კონკრეტულად ეს პროექტი საკმაოდ საინტერესოა საინვესტიციოდ. ვიზიტის დღის წესრიგი სხვადასხვა მიმართულების შეხვედრებს მოიცავდა. მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საქართველოს ბანკისა და გალტენ თაგარტის წარმომადგენლების მოხსენებებს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ტრაექტორიისა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ იმ ტენდენციებზე მიაწოდეს, რომელიც ბათუმს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე უფრო მიმზიდველ და საინტერესო მიმართულებად აქცევს. საქართველოს ბანკისთვის ამბასადორი აილენდ ბათუმი წარმოადგენს უნიკალურ და სტრატეგიულ მნიშვნელოვან პროექტს. არა მხოლოდ ბათუმისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ეს არის შავი ზღვის აუზში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, პრემიუმ კლასის ტურისტულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. მსგავსი მასშტაბის და კონცეფციის პროექტები მნიშვნელოვნად ცდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე. ჩვენი საქართველოს ბანკისა და გალტენ თაგარტის ჩართულობა ასეთ პროექტებში გულისხმობს ფინანსური ექსპერტიზის, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ბაზრის სიღრმისეული კვლევების გაზიარებას საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ერთ-ერთი პანელური დისკუსია ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას ეხებოდა, რომელშიც საქართველოს ბანკი და გალტენ თაგარტი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტუმრებს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მონაცემები და უძრავი ქონების ქართული ბაზრის კვლევის შედეგები გააცნეს, რამაც ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების ზრდას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.